როდესაც თოფურიას უყურებ, რას ფიქრობ მასზე? იმიტომ რომ თოფური აქ ყავდა პოდკასტში და ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. სხვანაირი ტიპის მებრძოლია რა. დიახ, მართალია, სხვანაირია, სხვა ტიპის მებრძოლია. კარგი მებრძოლია, კარგი მენტალიტეტი აქვს და კარგი მოკრივია. ის ადრე მოჭიდავე იყო და მერე მიხვდა რომ ჭიდაობა ენერგიის ფუჭი ხარჯვაა. ამის შემდეგ კრივი დაიწყო. კრივი დახვეწა და ახლა ხალხს კრივში უპირისპირდება. რადგან ხომ იცის, თუ ერთდროულად ორივეს გაკეთება 25 წუთის განმავლობაში, თუ ხაბიბი ან ხამზატია ხარ. მათ შეუძლიათ 25 წუთი გაუჩერებლად იჭიდავ. მაგრამ დღესდღეობით ის უბრალოდ ერთ კარგ რამეს აკეთებს. ეს არის კრივი და მოსჭა. ის არ უტყამს ფეხებს, არ ჭიდაობს, ასე რომ მისი მთავარი იარაღი კრივია. ჩემთვის ეს მარტივია, რადგან კარგი ქიქები მაქვს და შემიძლია დარტყმის დისტანციაზე დავრჩე და თუ ის თავისი კრივით წამოვა, მე მასთან ვიჭიდავებ ან კლინჩში შევალ. ასე რომ მათაც იციან ეს. ის შეეძლება თავი ამარიდოს და წონა შეიცვალოს ბრძოლის შემდეგ. ის იტყვის, რომ ჩემთან ჭხუბი არ შეუძლია. მისი გუნდელებიც კი ხვდებიან, რომ ეს რთული ბრძოლაა. რატომ უნდა იყოს რთული ბრძოლა, როცა შეუძლია ეჭხუბოს ტიპებს, რომლებიც კარიერის მიწურულს არიან. ყველაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ. ცუდი კაპი აქვთ, ბევრს ვარდებიან და თუ მოატყავ, ნამდვილად დაამასხებ. ასე რომ, ხო ეგ არის მთავარი. სავარაუდოდ ის აიღებს ტიტულს, დაიცავს მას და იტყვის, მე ამ ტიტულს ვტოვებო. ის დატოვებს ამ ტიტულს. ეს ჩემი აზრია, როცა კამერის წინ არის, ამბობს, არ მაინტერესებს არ მას მეჭყუბები, თუ ვინც გინდა იყოსო. მაგრამ როცა არ მათა ჭყუბის დრო დგება, ის მიზეზების ძებნას იწყებს. შენ ხომ ისეთი მებრძოლი ხარ, რომელთანაც ჭყუბი არავის უნდა, არა? შენ ხარ ტიპი, რომელთანაც შეხვედრასაც ყველა აჭიანურებს. მაგრამ ის სიძლიერია. სინამდვილეში ვფიქრობ, თქვენ ორნი რომ შეხვდეთ ერთმანეთს, ეს ნახვების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ბრძოლა იქნებოდა. რადგან როცა თოფურია ჭყუბობს, ეს ფანებისთვისაც მაგარია. ხომ იყვნენ ძველად გარკვეული მებრძოლები, რომლებიც მხოლოდ ქულის დასაწირად ჭყუბობდნენ, ფრთხილობდნენ. შენ როცა ჭყუბობ, არ შენ აპირებ ფრთხილად ბრძოლას. ვფიქრობ, ეს უმაგრესი ბრძოლა იქნებოდა ბევრი ადამიანისთვის. უამრავ ხალხს უნდა ეს ბრძოლა. თოფურიას რა აქვს შენზე ნათქვამი, როცა შენი სახელი წამოიჭრება ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ინტერვიუებში ყველაფერს უყურებ, რაზეც შენზე ამბობ. ბოლო სტრიმზე იყო და არ ვიცი. თქვა ნოკაუტში ჩავაგდებო თუ რაღაც მსგავსი. სიმართლე გითხრა, ზუსტად არ მახსოვს. თქვა რომ ნოკაუტში ჩაგაგდებდა. სიმართლე გითხრა, არ მახსოვს, მაგრამ ასე თქვა, მარტივად მოუგებო. მან თქვა, რასაც იზამს, ის ჩემთან ჭიდაობას დააპირებს, მე თავს დავიცავ, სხვა რა უნდა ქნა. კრივი მას არ აქვს და ნოკაუტში ჩავაგდებო თუ რაღაც მაგდაგვარი. რომ ეს თოფურია იყო პოდკასტში? დიახ, სერ. კარგი არ მახსოვს რა თქვა, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ არმანზე ვისაუბრეთ. რადგან ჩალზი არის ნომერ მეორე და არმანი ნომერ პირველი კონტენდერი, ხო და იჭხუბებდი არმანთან მანამ სანამ, აი თქვა დენამ გითხრა, მინდა არმანს ეჭხუბო მანამ სანამ ისლამ შეხვდებიო. განიხილავა მას. ის იმას არ მეტყოდა. ამას არ გეტყოდა? არა. დენა იტყოდა ისლამიო. ის იტყოდა ქამრისთვისო, იტყოდა რომ ქამარზე უნდა ვიჭხუბო. მეც ასე ვფიქრობ, რადგან დაუმარცხებელი ხარ. რა თქმა უნდა, დიახ. გამორიცხულია, რომ ნომერ პირველ კონტენდერთან მომიწიო ჭყუბი, მე პირდაპირ ქამარზე უნდა ვიჭყუბო. შენი აზრით ეს რამდენად მალე მოხდება? პირადად მე არ ვიცი. მომენტში ისლამი იყო ჩემპიონი, აი ამიტომ მე ნომერ პირველი ვიყავ. ისლამი კი ზემოთ ავიდა წონაში და კიდე მე უნდა მეჭყუბა ილიასთან. მაგრამ UFC-მ გადაწყვიტა ოლივეირასთან დაეპირისპირებინა. როდესაც საქმე ბრძოლას ეხება, როგორ ხდება ხოლმე, გიერეკავენ და უბრალოდ გეუბნებიან, აი ვის ხვდებიო? თუ გიერეკავენ და გეკითხებიან, ამ ორ შორის რომელთან გირჩევნია ჭყუბიო? ბრძოლას პირდაპირ გინიშნავენ, თუ ხანდახან არჩევნის უფლებაც გაქვთ. არა, ისინი არასდროს მეუბნებიან, ისინი არასდროს მაძლევენ ორ სახელს, ყოველთვის მხოლოდ ერთ სახელს მეუბნებიან. ეს შენი ბრძოლაა, ხო და შენს თან ხვდები. ანუ მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაგირეკავენ, ბრძოლას მაინც იღებ. მე მხოლოდ ერთ ბრძოლაზე ვთქვი უარი, რადგან როცა ნომერ პირველი პრეტენდენტი ვიყავი, მათ მე 10 ან 11 ნომერი მომწეს. ტიპი, რომელიც ყველასთან აგებდა.
დენა მხოლოდ თქვა ერთხელ არმანზე ის ყველა ბრძოლას არ იღებს, ჩვენ კი გვინდა რომ ხალხმა ბრძოლები მიიღოს. მგონი წარსულში გააკეთა ამაზე კომენტარი. როგორი ურთიერთობა გაქვს დენასთან? მასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. UFC-ში ყველასთან კარგად ვარ. იმ ბრძოლაზე უარი იმიტომ ვთქვი, რომ მათ მე-10 ან მე-11 ნომერი მომწეს, როცა მე ნომერ პირველი ვიყავი. რატომ მე ხომ მოუგე მე-9 ნომერს, მოუგე მე-8-ს? რატომ აძლევ ამ ტიპს საჩუქას, რომ ნომერ პირველ პრეტენდენტთან იჭხუბოს? ის არავინაა, წაგებული აქვს ოლივერასთან, დარიუშთან, ასევე ჰუკერთან. მე კი ყველას მოუგე და შენ ამ მებრძოლს მაძლევ. მე უთხარი, არ მინდა მეთქი, მომეცით უკეთესი მებრძოლი ტოპ 5-დან, რომელსაც ვიმსახურებ. რა რეიტინგი გქონდა, როცა მე-10 ნომერი შემოგთავაზეს? ნომერ პირველი ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთ ბრძოლაზე ვთქვი უარი, სულ ერთხელ ჩემს ცხოვრებაში და უცებ ყველაზე ცუდი ადამიანი გავხდი. მაგრამ ხომ უნდა იცოდი ეგ დენა, ხომ იცი დენა, როცა დენა რეკავს, უნდა თქვა კი. მე ვფიქრობ დენამ საერთოდ არ იცის რა ხდება. რა ბრძოლებს მთავაზობენ, რადგან ის მხოლოდ საჩემპიონო ბრძოლებს წვეთს. და მე ასე მეგონა, საჩემპიონო ბრძოლების დროსაც კი უბრალოდ აძლევენ ამ ხაზს და ის ამბობს, კი, ან არა. ან შეიძლება შეცვალოს რამე, რადგან ჰანტერი და მატჩმეიკერები აკეთებენ მთელ ამ სამუშაოს. ის არაფერს აკეთებს, ის უბრალოდ მართავს ამ ყველაფერს როგორც ბიზნესს. სპონსორები, დიდი გარიგებები. ფიქრობ ის ახლა სხვა დონეზეა და არ იცის რა ხდება იქ ქვევით. არ ფიქრობ რომ იცის? შენი აზრით, მან ხომ თქვა კიდეც რომ კონტრაქტებზე მოლაპარაკებებს თავად აღარ აწარმოებს. თქვა რომ ამ იერიდან ამას ჰანტერი და სხვა ადამიანები აკეთებენ და არამეო, მგონი ეს ახლა ხან თქვა. კი, მე არ ვფიქრობ რომ ის ბრძოლების ორგანიზებაში მონაწილეობს, რადგან ჰყავს მატჩმეიკერები და ჰანტერი. ალბათ ისინი უბრალოდ აძლევენ ქართს და ის ამბობს კის ან არას. ალბათ ასეა, ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს დიდ დროს მოითხოვს. წარმოგიდგენია რამდენი დრო სჭირდება ყველა ამ ბრძოლის შეკვრას? ისლამთან ბრძოლა რომელიც გქონდა, თქვენ ბოლომდე იბრძოლით, არა? თუ არ ვცდები, 3 რაუნდი იყო, ხომ? 3 რაუნდი იჭხუბეთ და მსაჯების გადაწყვეტილებამდე მიხვედით. რა ისწავლე ამ ბრძოლის შემდეგ? იმიტომ რომ მხოლოდ 2 კვირა გქონდა მოსამზადებლად. თან ეს ის ტიპია, ვისიც ყველა სეშინია. შენ მას დაუპირისპირდი და რა ნიშნები დაგიტოვა მან? იმ ბრძოლიდან ვისწავლე, რომ ზედმეტად თავდაჯერებული არ უნდა იყო. ყოველთვის ორჯერ უნდა დაფიქრდე. არასდროს უნდა შეაფასო სათანადოდ შენი მეტოქი. აი, თუნდაც გასულ კვირას, გასულ შაბათს, ეს ძველ ლეგენდასთან მჭიდაობდი. ის მოხუცებულია, მაგრამ მაინც მოთელვამ ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც საჭირო იყო. ზუსტად ისევე ვემზადებოდი და წონად ზუსტად ისევე დავიკელე, რადგან ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ასე რომ იმ ბრძოლის შემდეგ ვისწავლე არასდროს უნდა შეაფასო სათანადოდ შენი ოპონენტი. ბიზნესები მაქვს რუსეთში, საიდანაც ფულს ვაკეთებ. ასე რომ ზურგს უკან ყოველთვის მაქვს რუსული ფული. თუ დამჭირდა, ამაზეც მაქვს ცდომა, ხომ იცი? მე იქ გავიზარდე და იქ ვცხოვრობ, ასე რომ ვიცი როგორ უნდა ვიშოვო იქ ფული. რა არის შენთვის რუსეთი? ჩვენ ამერიკაში ვართ და ჩვენ ამერიკელებს შეიძლება განსხვავებული შთაბეჭდილება გვქონდეს რუსეთზე. რა არის შენთვის რუსეთი? რა ხდის მას განსაკუთრებული შენთვის? სადაც არ უნდა წავიდე სამოგზაუროდ ან დასარჩენად, მაინც რუსეთში გინდა დაბრუნება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება მაიამი, სადაც ძალიან ლამაზი გზებია, პლაჟი, საჭმელი, მანქანები და იახტები, მაინც ვერ გგრძნობ თავს ისე, როგორც სახლში და სახლში დაბრუნება გინდა. ჩემი სახლი რუსეთშია, იქ გავიზარდე. მიყვარს იქაური ბუნება, საჭმელი, ყველაფერი რაც იქ ხდება, მე ეს მომწონს. შენს თავს რუსეთის თუ სომხეთის მოქალაქე თვლი? შენ თავს რუსათვლი თუ სომხად? მე სომეხი ვარ, მაგრამ რუსეთში ვცხოვრობ. სადაც მე ვცხოვრობ, კრასნოდარში, იქ ძალიან ბევრი სომეხია, დაახლოებით 500,000 სომეხი ცხოვრობს. დაახლოებით ისეთივეა, როგორც გლენდეილი ამერიკაში, ზუსტად იგივეა იქაც. რუსეთი კარგია, სუფთაა და უსაფრთხო.
ამერიკას თუ შეადარებ, რუსეთი 100%-ით უფრო უსაფრთხოა და სუფთა. ძალიან უსაფრთხოა. მიხარია, რატომ არის უფრო უსაფრთხო? შეგიძლია ნებისმიერ ადგილას იარო, ნებისმიერი საათი გეკეთოს და ვერავინ მოვა შენთან იმის საცილად, რომ ძამე წაგართვას. ეს რატომ ხდება შენი აზრით? იმიტომ რომ ადამიანებს ეშინიათ ამის გაკეთების. და რატომ? იმიტომ რომ ეგრევე ციხეში მიდიან. იქ შენთან სასამართლო დავას და მსგავს რაღაცებს არ დაგიწყებენ. თუ რამეს მოიპარავ, ციხეში მიდიხარ. თან მათ გაწმინდეს მაფია, ყველაფერი და ახლა ის ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა. არასდროს მსმენია, რომ იქ ვინმე საათის გამო შიში ჰქონოდა. აი მაგალითად აქ ან ლოს-ანჯელესში შენ ვერ წახვალ შენი საათებით ან შენი მანქანებით სადმე. გარკვეულ ადგილებში ვერ წახვალ. რუსეთში კი ნებისმიერ ადგილას შეიძლება წახვიდე, ნებისმიერ წერტილში და მსგავსი არაფერი მოხდება. რადგან ხალხს შედეგები ეშინიათ. სწორედ ამის გამოა, თან ცუდი ადამიანებისგანაც გაწმინდეს იქაურობა. ისინი ციხეში არიან, ასე რომ მთელი მაფია ახლა ან ციხეშია, ან რუსეთიდან საზღვარგარეთ არიან წასული. სწორედ ამიტომ რუსეთში პირად მცველზე არასდროს ვფიქრობ, ან იმაზე, რომ ჩემი ოჯახი გარეთ ვერ გავა, ან რაიმე მსგავსი. აქი აბსოლუტურად ყველა ცნობილ ადამიანს ჰყავს პირადი მცველი. ყველა მებრძოლს, ვისაც დიდი სახელი აქვს, პირადი მცველები ჰყავთ. იქი ხალხი ძალიან დიდ პატივს სცემს, განსაკუთრებით თუ მებრძოლი ხარ. ისინი ისე უბრალოდ არც კი მოვლენ შენთან რომ რაღაც კითხონ ან სურათი გადაიღონ. ისინი უბრალოდ პატივს სცემენ შენს დროს. და თუ ეტყვი რომ გეჩქარება, გაგიშვებენ. აქი შეუძლიათ გააგრძელონ შენთან საუბარი, ხომ იცი? და როცა ეუბნები რომ გეჩქარება, მერე გჭირდება ვინმე, ვინც მათ ეტყვის, გთხოვთ, მას წასვლა უწევსო. ანუ აქ ხალხს არ ეშინია იმის, რომ პრობლემები შეექმნებათ. იქ კი ეშინიათ, რადგან იციან რაც მოხდება, ისინი გაცლიან აკეთო ის, რაც გინდა.